ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პოლიტპატიმრობის პირველი დღე რუსთავის ციხეში. ჩვენ უკვე გვაქვს მისი პირველი გზავნილი საკნიდან. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, საკანში შემთხვევით მოხვედრილი პირი არ არის. ჯაფარიძემ სრულიად შეგნებულად და პრინციპულად გადადგა ეს ნაბიჯი. ის არ მივიდა ეგრეთ წოდებული წულკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, შემდეგ კი უკვე სასამართლოში გადამისამართებულმა არ გადაიხადა გირაო. სამოქალაქო საზოგადოებაში ზურაბ ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებას დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს ჯერ კიდევ გუშინ პროცესის დროს გამოიხატა, თუმცა მას შემდეგაც სოციალურ ქსელებში აშკარაა საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული ბრაზი გადაწყვეტილების გამო, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა, წულკიანის ეგრეთ წოდებული კომისიის სახით პროკურატურამ და სასამართლომ კოორდინირებულად ერთხმად და დაჩქარებულად მიიღეს. რეჟიმს აქვს თავისი ვერსია, რომ ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელმა წააქეზა, როცა გირაოს გადახდაზე უარი თქვა. ამ მოსაზრების ავტორი არალეგიტიმური პარლამენტის პირველი პირი შალვა პაპუაშვილია. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძე თავისი ფეხით შევიდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, თუმცა აქ უნდა გითხრათ, რას არ გეუბნებათ პაპუაშვილი, არც ერთი პირი ვინც ასევე თავისი პრინციპული გადაწყვეტილებით არ მივიდა არალეგიტიმური პარლამენტის კომისიის ხდომაზე და რომლის მიმართაც ამის გამო საქმე აღიძრა, მათ შორის ისინიც, ვინც გადაიხადა გირაო, არ არის დაზღვეული პატიმრობის საბოლოო განაჩენისგან. ამ რიგში ყველაზე ახლოს დგანან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია, თუმცა ამ ეტაპისთვის გირაოს გადახდის მიუხედავად იგივე შეიძლება ელოდოთ ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელიც აპირებს გირაოს გადახდას და გივით არგამაძეს, რომელმაც ასევე გადაიხადა გირაო. პირველი კი, ვინც რეჟიმმა კიდევ ერთხელ გაუშვა ამ მოტივით საკანში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია. ნახოთ რა მოხდა. მაინც გავაკეთოთ აქცენტი ზურაბ ჯაფარიძეზე, რომელიც პოლიტპატიმრობის პირველი დღეა, როგორც გითხარით, როგორ იყო მისი პირველი დღე და ასევე რა გამოხმაურებები მოჰყვა მის პოლიტპატიმრად ქცევას. არის მხნედ და არის ბრძოლის ხასიათზე. პირველი გზავნილი პატიმრობის პირველ დღეს რუსთავის ციხიდან ასეთია. ამიერიდან პატიმარ ზურაბ ჯაფარიძეს საზოგადოებასთან ამ ფორმით კომუნიკაცია ხშირად მოუწევს, რადგან ბრალდებულ პოლიტიკოსს რუსთავის ციხეში შეზღუდვებით დახვდნენ. მის წერილებს ადრესატებთან ადვოკატებს ვერ გაატანს. გაგზავნას მხოლოდ პოსტით შეძლებს. ახლა ის 4 ივნისისთვის ემზადება არსებითი განხილვის პირველი სხდომისთვის. მიუხედავად უნდობლობისა, გადაწყვეტილი აქვს ეროვნულ დონეზე სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიაროს, რომ დავის გაგრძელება საერთაშორისო დონეზე მთავარი მიზანია სამართლიანობის მტკიცებულებების ნაწილში გავაძლიეროთ ზეწოლა სასამართლოზე, მაქსიმალურად შევთავაზოთ არგუმენტები და დავიტოვოთ იმის იმედი, რომ სასამართლო შეძლებს და დადგება პოლიტიკურ სიტუაციაზე მაღლა. თუმცა მოლოდინი ამისი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი საქმე ნამდვილად ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ ეს. გულისხმობ იურისტებს. რაც შეეხება ზურას გააჩნია ცალკე ბრძოლა და ეს ბრძოლა დაკავშირებულია პოლიტიკასთან, ეს ბრძოლა დაკავშირებულია ციხესთან და ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ, ქვეყნის თავისუფლების არჩევა. პატიმარ ზურაბ ჯაფარიძის ამ საქმის დანიშნულების საბოლოო ადგილი სტრასბურგი იქნება. ამისთვის საკმარის საფუძვლებს უკვე ხედავენ ბრალდებულიც, მისი ადვოკატებიც და მისი პარტიაც. და დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ სასამართლოს და პროკურატურის მიერ აქამდე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები არც უკანასკნელი იქნება. საერთაშორისო მექანიზმების მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის იურისტებიც, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძეს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. ქართულ მართლმსაჯულებას კი ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატორის გაფორმების მთავარი იარაღად. ასეთივე წარმატებით თითოეულ თქვენგანი, ვინც ახლა აქ შეთხართ, დედა ჩემი, ჩვენი ოჯახის ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყანაში შეუძლია დაიბაროს თეატროლოგიანმა, პასუხად თუ მიიღებს, რომ მე რა შუაში ვარ, არ მოვდივარ, ჩასვას ციხეში. აი ამ მასშტაბის უსამართლობასთან გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ ტიპიურ კლასიკურ პოლიტიკურ ანგარიშტორებას ვუყურებთ. მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე, ასევე ვთხოვეთ EU-TODIR-ს დაიწყოს პოლიტიკური პატიმრების, როგორც ამ შემთხვევაში დაკავებული და დაპატიმრებულების, ასევე მანამდე 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის პროცესების მონიტორინგი და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არც ერთი მექანიზმი არ მუშაობს, მოვახდენთ მართლმსაჯულების დადგენა. ბრალდებები პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე მიღებული ვერც ერთი გადაწყვეტილებით გააქარწყლა. პირიქით, აღმოჩნდა, რომ გუშინდელი დღე სახელმწიფო უწყებების პოლიტიზირების და პარტიული მართლმსაჯულების მტკიცებულებად აქციეს. მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც მეორე დღეა ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებას მწვავე განცხადებებით ეხმაურებიან.
საქართველოს დიქტატურამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ქართული ოცნების ანტიამერიკულმა რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. გაერთიანებული სამეფოსგან სანქციები უნდა მოჰყვეს. ქართული ოცნების რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები უნდა დააწესონ ახლავე. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სამწუხაროა. მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას პატივის წესს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს და უყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი საქართველოში. დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და ქართული ოცნების მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური მრავალპარტიული დემოკრატია ევროატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. ქართულმა ოცნებამ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება. ამ გზავნილების ადრესატები პასუხისმგებლობას არ იღებენ. რეპრესიულ გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური ინტერესით, არამედ კანონის უზენაესობით ხსნიან და თავს იდენტური განცხადებებით იმართლებენ. განსაკუთრებით მონდომებულებს დღეს ლექსიკურმა მარაგმა უმტყუნა. არ მოდიან საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, არ შეუძლიათ პასუხების გაცემა, არაფერი არ აქვს სათქმული და ამავდროულად ისინი არ იხდიან გირაოს და იმ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შემდეგ თავისავე ტელევიზიებში მოახერხონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა გქონდეთ, რომ თითქოს ისინი არიან მეწამულები. მეწამული რას ნიშნავს? მე გამოვიყენეთ ამის სიტყვა და რომ გამოვიყენეთ. ხუმრობთ ალბათ ხო? არა, თქვენ თქვით ეს სიტყვა და მე ინტერესებს. რას ნიშნავს? ხუმრობთ ხო? მე მოგიწოდებთ, რომ სერიოზულად დასვათ ხოლმე კითხვები და მე მასწავლებელს მიზანია გამოჩნდეს როგორც მეწამული, რომ თითქოს არის მეწამული და რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან გთხოვთ, რომ სერიოზულად დასვათ ხოლმე კითხვები. სამართლის კოდექსი, სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს იმ შესაბამის მუხლებს, რომელიც ასეთ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონს, სათანადო ქცევის წესს უდგენენ. რა თქმა უნდა, მის მიმართ ეს ყველაფერი იქნება გამოყენებული. ქართული ოცნების ეს რიტორიკა მისი ოპონენტებისთვის დასტურია, რომ პოლიტიკური პატიმრების სია კიდევ გაიზრდება. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით ციხეში სხვა პოლიტიკოსებიც აღმოჩნდებიან. უახლეს მომავალში ეს სცენარი დიდი ალბათობით გავრცელდება კოალიციას ცვლილებისთვის კიდევ ორ ლიდერზე, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიაზე, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ 29 მაისს სასამართლოს ხდომაზე მისვლას არ აპირებს. ფეიქ პარლამენტის, ფეიქ კომისიის და ჯალათის წულკიანის განკარგულებით სრულიად უდანაშაულო ადამიანის, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში, ციხეში ჩასმა და ამის შემდგომ გამართლება, ისეთ მორალს მიღმა, რომ არ ვიცი ეს ადამიანები, რუსკოცები, როგორ აპირებენ საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას. ჩვენი საქმეა ქართული დემოკრატიული საზოგადოების, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავააქტიუროთ იმ პროცესში, რასაც ქვია წინააღმდეგობა, არა აუცილებლად აქციაზე სიარულში, არამედ წინააღმდეგობაში, საპროტესტო პროცესში ჩავრთოთ, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი ეს არის. პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმპტომია პოლიტიკური ოპონენტებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ შექმნილი სურათიც. ასობით პოლიციელი, ჩაკეტილი სასამართლო, სხდომა ბრალდებულის მეგობრების თანამშრომლების დიპლომატების გარეშე. ზურაბ ჯაფარიძეს ციხეში ყოფნა სავარაუდოდ საქმის დასრულებამდე მოუწევს. ასეთია დაცვის მხარის მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების ცვლილების მოთხოვნის დაყენება რამდენიმე ეტაპზე შეეძლებათ. ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდებათ მხარეებს ან სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა მხარეებს გამოსაკვლევი სულ რამდენიმე მტკიცებულება აქვთ. მოწმეთა სიაც მას შემდეგ, რაც სასამართლომ ქართული ოცნების წევრების დაკითხვაზე უარი განაცხადა, მოკლეა. კეთი ნადიბაიძე შემოგვერთა ახლა ამ მასალის ავტორი და ფინალში გვინდა მას ვკითხოთ დამატებითი განმარტებები მოგცეს ჩვენს და აუდიტორიასაც დარჩა შთაბეჭდილება თითქოს ეს არალეგიტიმური ინსტიტუციები რომლებიც ჩართულნი იყვნენ ხომ ზურაბ ჯაფარიძის პოლიტპატიმრად ქცევის პროცესში ერთმანეთისკენ ამისამართებენ პასუხისმგებლობას ასია თუ არა
ქართული ოცნების წევრები ირწმუნებიან, რომ ამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების გადაწყვეტილება და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიიღო პროკურატურამ, არა და მთელი ამ სხდომების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი პროკურატურის არის სწორედ ის, რომ სწორედ ქართული ოცნების პარლამენტის ამ საგამოძიებო კომისიის დებულებაში წერია, რომ ვინც ამ კომისიის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის დაექვემდებარება სისხლის სამართლის დევნას და პროკურატურაც მთელი ამ სხდომების განმავლობაში თავს იმართლებს სწორედ ამ დოკუმენტით და ამ დოკუმენტით ხსნის იმ ფაქტს, რომ ამ 8-ვე პოლიტიკოსის წინააღმდეგ დევნა დაწყებულია სწორედ სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით რატომ დაიწყეთ ზურაბ ჯაფარიძის და სხვა პირების დევნა მაშინ, როცა იდენტური შინაარსის მუხლი არსებობს ადმინისტრაციულ კოდექსშიც? უბრალოდ ხორისა მე პარლამენტს არაფერი არ დაგვიწყია, ეს გახლავთ რა თქმა უნდა პროკურატურის პრეროგატივა. პროკურატურა ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია მოითხოვა სწორედ სისხლის სამართლის წესით დევნის დაწყება და მათ გაითვალისწინეთ საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნა. ასე განმარტავს პროკურატურა. ანუ ხელს იშორს საგამოძიებო კომისიისკენ, პარლამენტის შენობისკენ. არავისკენ ხელს არ იშორს, კვალიფიკაცია ამა თუ იმ ქმედების არის პროკურატურის საქმე, რომელსაც შემდეგ სასამართლო წყვეტს. პროკურატურამ და სასამართლომ ერთობლივად იმჯერეს ამასთან დაკავშირებით. ყველაზე გვიანი კანონი უპირატესია ვიდრე წინა კანონი, მარტივი პრინციპია ეს. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ქართული ოცნების 8 ოპონენტის წინააღმდეგ, 8 ბრალდებული პოლიტიკოსის წინააღმდეგ ყველა შემთხვევაში საქმე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია, მეორე დღეა უკვე გაუმხმაურებებია ზურაბ ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით არაერთ სექტორში, პოლიტიკური სპექტრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო დონეზე კეთდება არაერთი მწვავე შეფასება, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით დუმს საქართველოს სახალხო დამცველი ის გამოეხმაურა მხოლოდ გუშინ სასამართლოს თან გამართულ აქციაზე დაკავებული ქალი აქტივისტების დაკავებას და ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მონახულების შემდეგ, თუმცა ჯერჯერობით სიტყვა არ უთქვამს სახალხო დამცველს ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.